თავი მეხუთე. ხმა დადის საერთოდ რომ სიძვაა თქვენში. თანაც ისეთი სიძვა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ხავს. და თქვენ კიდეც ქედმაღლობთ იმის ნაცვლად, რომ გლოვობდეთ, რათა მოიკვეთოთ თქვენგან ასეთი საქმის ჭამდენი. თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. უკვე მსჯავრი დავდე მას, თითქოს თქვენთან ყოფილიყავი, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით. როცა შეიკრიბებით ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით. ასეთი კაცი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს. არ შეგფერით კვეხნა. ნუ თუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს. გაწმიდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც ხმიადები ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი ქრისტე ჩვენთვის შეეწირა. ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით. წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა გარყვნილ ხალხთან, არა საერთოდ ამ ტუთისოფლის გარყვნილებთან, ან ხარბებთან, დაცებლებთან, ან კერპთაყვანისმცემლებთან, ვინაიდან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით ტუთისოფლს. არამედ გწერდით თქვენ, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილია, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი, ასეთთან არც კი ჭამოთ. ვინაიდან მე რატომ განვიკითხო გარეშეები, განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ? გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენგან.